მშვიდობისა ეთერშია პოლიტიკური კვირა, თქვენი პოლიტიკური განწყობისთვის მოგესალმებით ყველას, ვინც გიყურებთ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. რუსული ოკუპაციიდან 5 თვის თავზე ქვეყნის ხელისუფლება ენგურჰეს რუსებს აძლევს მმართველობაში. რუსეთი მტერი თუ პარტნიორი, რატომ გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ აფხაზეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ობიექტის გადაცემა სამართავად რუსეთისთვის, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. კონკრეტულად ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რატომ მიდიოდა მოლაპარაკებები პარტიზანულად გასაიდუმლოებულ რეჟიმში, როდესაც გულწრფელი ჩვენი ხელისუფლება, როცა რუსეთს ოკუპანტად აცხადებს, რომელმაც დაგუბომბა, ტერიტორიები დაგვაკარგინა, უამრავი ადამიანი უსახკაროდ დატოვა და უდანაშაულო ხალხის სიცოცხლე შეიწირა, თუ მაშინ როცა მოლაპარაკებების მაგიდასთან მასთან ერთად ჯდება და უმნიშვნელოვანეს ენერგოობიექტს თუნდაც მართვაში აძლევს ომიდან სულ ცოტა ხანში, თანაც ტერიტორიაზე, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია. ეს იყო მთავარი კითხვები, რომლითაც ეს პოლიტიკური კვირა დაიწყო. ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ღალატს უწოდებს. რა პასუხი აქვს ხელისუფლებას ოპონენტების ყველაზე მწვავე შეკითხვებზე? დოკუმენტი, რომლითაც ენგურჰესი რუსებს უნდა გადაეცეთ, მართვაში ოპოზიციისთვის ამ წუთამდე მიუწვდომელია. სკანდალი ქართულ პოლიტიკაში, რომელიც როგორც ამბობენ, შემთხვევით გასკდა. პოლიტიკური თამაშები, ასე დავასათაურეთ დღევანდელი გადაცემა. სააკაშვილის უპირობო გადადგომას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. გარდაუვალი რეალობა თუ პოლიტიკური ილუზია, რატომ ფიქრობს ოპოზიცია, რომ სააკაშვილი, რომელიც არჩევნების შემდეგ დიდი საპროტესტო მოძრაობის ფონზე არ გადადგა, ახლა დატოვებს პოსტს? რა იქნება მთავარი თემა და მთავარი ბერკეტი ოპოზიციისთვის საქართველოს პრეზიდენტთან ბრძოლაში? ერთი რადგანაც ყველა ოპოზიციური პარტია თანხმდება, ეს არის სააკაშვილის უპირობო გადადგომა. აქციები გაიმართება ძალიან ბევრი. თუნდაც რომ მთელი საქართველო ამ ტანსაცმელს ჩაასვან და ხალხს სექტორად გვაქციოს. პოლიტიკოსი მომღერალი, რომელიც ყველა მიტინგის მთავარი ვიოლინო იყო, რატომ წააგო ოპოზიციამ ბრძოლის პირველი ეტაპი და რატომ გონია, რომ ახლა მოიგებს? არ მეშინია და დღემდე გაყვება თუ არა ხალხი ლიდერებს, რომელთა ერთიანობამ ერთ წელსაც კი ვერ გასყანა. ახალი სტრატეგია, ახალი საპროტესტო მოძრაობის დასაწყებად, როგორ აპირებს ოპოზიცია ბრძოლის მოგებას და აქვს თუ არა პასუხები ხალხისთვის, რომლებიც მათ ყინვასა და სიცივეში მიტინგებზე გვერდით ედგნენ და რომლებიც ოპოზიციის ლიდერებმა თავადვე დაშალეს. რას პირდებოდა სააკაშვილი უცნობს, როცა დედაქალაქში მიტინგების პიკი იყო, შედგა თუ არა მათ შორის გარიგება და ამ გარიგების შედეგად ხალხის დაშლა. რატომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს უცნობი თავად იყო ჩართული საქართველოს პრეზიდენტთან მოლაპარაკებებში, რათა ზედმეტი აურზაურის და გართულებების გარეშე ქუჩაში პროტესტის ნიშნად გამოსული ხალხი დაეშალათ და მართლა განიხილებოდა თუ არა იმ დღეებში ოპოზიციისთვის კონკრეტული თანამდებობების მიცემა, რაც ეროვნულ საბჭოში განხეთქილების მიზეზად იქცა. ყველა შეკითხვა უცნობს, რომელიც ახალი საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად განიხილება. გია გაჩეჩილაძის პოლიტიკური კვირა, როგორ აპირებს ოპოზიცია სააკაშვილის სახლში გაშვებას? აპირებენ თუ არა სახლში წასვლას საქართველოს პრეზიდენტი და მისი გუნდის წევრები და როგორ ხვდებიან ოპოზიციის მოთხოვნას? საპროტესტო მოძრაობის ახალი ტალღა აგორდება თუ არა ის, რას უპირისპირებს ხელისუფლება მუხარა სააკაშვილის უპირობო გადადგომაზე და ელოდებიან თუ არა მთავრობაში პოლიტიკური სიტუაციის გართულებას? გადაცემის პირველ ნაწილში ლაშა ჟვანიას პოლიტიკური კვირა, რაზე იღებს და რაზე არა პასუხისმგებლობას ვარდების მთავრობის გაკეთებული საქმეებიდან და როგორია მისი პროგნოზი, რამდენ ხანს იქნებიან ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი. ოპოზიცია ახალი დარტყმისთვის ემზადება, თუმცა ბევრისთვის გაუგებარია ეხლა რას უნდა მიაღწიოს მან, თუ მაშინ ვერ მიაღწია, როცა შანსი რეალური იყო. გაყვება თუ არა ხალხი ხელახლა იგივე ლიდერებს და შედიან თუ არა მდინარეში, ორჯერ ამაზე ოდნავ მოგვიანებით უცნობთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც იმუქრება, რომ 9 აპრილი ამ ხელისუფლების ბოლო ვადა იქნება. რომ არ მოგატყუოთ, მე ძალიან მაინტერესებს, რისი იმედი აქვს ოპოზიციას მართლა სჯერა გამარჯვების თუ როგორც ერთხელ სააკაშვილმა გამყელიძეზე თქვა, უბრალოდ კიდევ ერთხელ აჩმახებს. ამაზე რამდენიმე წუთში მანამდე კი სკანდალი, რომელიც უცბად გასკდა და რამდენიმე თვეში ერთადერთ ძაბს, რომელიც აფხაზეთ საქართველოსთან რეალურად, დანარჩენ საქართველოსთან რეალურად აკავშირებდა, საქართველოს ხელისუფლებას ამართავად რუსებს აძლევს. ოპოზიცია სვამს კითხვებს, რატომ გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომლითაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რა მაიძულა მთავრობა წასულიყო ამ ნაბიჯზე და მაინც ოკუპანტი ქვეყნისთვის მიეცა ენგურჰესი. მთავარი თემა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას ყველა ერთად დაუპირისპირა, საპარლამენტო ოპოზიციაც და არასაპარლამენტოც. რუსეთი მტერი თუ პარტნიორი თუ როცა გჭირდება მტერი და როცა
გჭირდება პარტნიორი. გადაცემას ეკონომიკის მინისტრი გახსნის ხელისუფლების მოდურის სახე ლაშა ჟვანია პოლიტიკურ კვირაში. მე მას მივესალმები საღამომშვიდობისა. როგორ ბრძანდებით ბატონო ლაშა? ხო დაბრძანდეთ. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენ სტუდიაში. მე ძალიან დიდი მადლობა. ხარ თუ არა მზად ყველა იმ მწვავე შეკითხვისთვის, რომელიც თუნდაც ამ კვირაში გაჩნდა. მე მინდა დავიწყოთ პირდაპირ საუბარი ენგურჰესის თემიდან და ამის შემდეგ უკვე მოვყვეთ ნელ-ნელა სხვა შეკითხვებსაც. ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებამ ჩაიდინა ღალატი, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება ყველასგან გასაიდუმლოებულად პარტიზანულ რეჟიმში მაინც და მაინც ოკუპანტი ქვეყნისთვის გადაეცა ის ერთადერთი ობიექტი, რომლითაც აფხაზეთი დანარჩენ საქართველოსთან იყო დაკავშირებული. მე მაინტერესებს რა სიტყვის ეკონომიკის მინისტრი. მადლობთ კითხვისთვის. პირველ რიგში მოდით ვთქვათ, ის რაც არის რეალურად დღეს, რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა, რომელიც აკონტროლებს და ოკუპაციის რეჟიმში აქვს ჩვენი ქვეყნის ორი ტერიტორია, საკმაოდ დიდი ტერიტორიები. რუსეთი არის ქვეყანა, რომელმაც სამხედრო აგრესია განახორციელა საქართველოში და ფაქტობრივად დაანახა მთელ მსოფლიოს და დე იურეთაც აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა და აკონტროლებს, რომელიც არ არის აღიარებული მთელი დანარჩენი მსოფლიოს მხრივ, რითაც რუსეთი გავიდა საერთაშორისო ურთიერთობების ნორმალური ჩარჩოებიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარყოთ რეალობა, რომ რუსეთი ნამდვილად არის მაკონტროლებელი ამ ტერიტორიის. ეს ერთი და მთავარი. ანუ ეგოებით და მიდიხართ მათთან არავითარ შემთხვევაში, ინგა, მე გახდით ელჩი ორ ქვეყანაში, რომელსაც ანალოგიური პრობლემები აქვს, როგორც საქართველოს. ერთი გახლავთ ისრაელი, მეორე გახლავთ კვიპროსი. ამას ცოტა მოგვიანებით დაუბრუნდებით, მაგრამ დაუბრუნდეთ ენგურჰესის თემას. ის რომ რუსეთი დღეს არის მაკონტროლებელი იგივე ენგურჰესის იმ ნაწილის, რომელიც არის აფხაზეთის მხარეს, ეს ფაქტია. უბრალოდ აქ იყო ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც არალეგალურად საქმიანობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე და ისინი იღებდნენ ელექტროენერგიას, რომლის შემოსავალი არ შეძდიოდა შეფესე ენგურჰეს, რომლის 100%-იანი წილს ფლობს საქართველო. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ენგურჰესი იყო, არის და დარჩება საქართველოს საკუთრებაში, საქართველოს და საქართველოს მხრიდან დანიშნული მენეჯმენტი ახორციელებს მართვას ენგურჰესისას, საკადრო ცვლილებები აქ არ არის დაგეგმილი, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსულ კომპანიას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც ორივე მხარემ საქართველომ და რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ უნდა იმუშაონ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. მოდით, თუ შეიძლება მე აქვე ჩაგეკითხებით, რუსულმა მხარემ უნდა იმუშაოს. ჩვენ საუბრობთ უმნიშვნელოვანეს ენერგოობიექტზე. რუსეთი აშანტაჟებს დანარჩენ მსოფლიოს, ხო? ენერგორესურსებზე, როდესაც არის საუბარი. 5 თვის წინ ჩვენი ქვეყანა დაიბომბა, დაგვაკარგინეს ტერიტორიები. ჩვენს თავზე დაფრინავდნენ რუსული თვითმფრინავები და დღეს მთავრობა აცხადებს, რომ თულმე მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდება რუსებთან. თქვენ გაქვთ გარანტია, რომ ისინი დაიცავენ? ჩემი განცხადებების სინქრონებს გაკეთებულს აგვისტოს თვეში. მაშინ, როდესაც ყველასთვის გრადუსი იყო მაღლა ასული ძალიან, ისე როგორც პოლიტიკური წნევა და პოლიტიკური ტემპერატურა, ყველა განცხადებაში რუსეთი ჯერ კიდევ იდგა საქართველოში და გორში. მთლიანად და გვაკონტროლებდა და არ ვიცოდით როგორი იქნებოდა ბედი ჩვენი მომავალი და შემდგომ გაგრძელებული ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ გვჭირდება რუსეთთან მოლაპარაკება, ჩვენ საჭიროა რომ დავსხდეთ რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან. ანუ გამოდის რომ ლაშა ჟვანია იმიჯნებოდა ხელისუფლების დანარჩენ განცხადებებს, არც ხელისუფლების პოზიცია არ ყოფილა, რომ რუსეთს არასოდეს არ უნდა დაველაპარაკოთ. ჩვენ მოგვიწევს რუსეთთან დალაპარაკება, მე დიპლომატიაში გაზრდილი ვარ და ვიცი რა არის საერთაშორისო ურთიერთობები. დღეს მტრულად განწყობილი ქვეყნები ერთმანეთს ესაუბრებიან, მტრულად განწყობილი მხარეები. ავიღოთ კვიპროსი, რომელიც არის ქრისტოფიასი, კვიპროსის პრეზიდენტი და ტალატი თურქეთის მხარეს, ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთ კვიპროსის მმართველი დღევანდელი. ტალატი და ქრისტოფიასი ხვდებიან ერთმანეთს, საუბრობენ. კვიპროსსა და თურქეთს შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ თურქეთი არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ჩრდილოეთ კვიპროსის დამოუკიდებლობას აღიარებს, მაგრამ ენერგეტიკის, კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ისევე როგორც ახლა ჩვენთან წყლის პრობლემა არ არის, მაგრამ წყლის მიწოდების სფეროში არის თანამშრომლობა ორდაპირისპირებულ მხარეს შორის, რომლებმაც ერთმანეთის მოსახლეობამ ტოლვილებად აქცია, რომელსაც ჰქონდათ უზარმაზარი პრობლემა ერთმანეთთან და რომლებიც მოდით ახლა უტრირებულად ვთქვათ, ერთმანეთს ყელს ჭრიდნენ და სისხლს ღვრიდნენ. პირდაპირ მნიშვნელობით უნდა გადმოვიტანოთ ეს სურათი ჩვენს ქვეყანაზე. მაგრამ მეორე, დამისახელეთ ისრაელისათვის დღეს ყველაზე მტრულად განწყობილი ქვეყანა. რომელი არის? თქვენ ბრძანეთ
ირანი არა, რომელიც ემუქრება ირანსა და ისრაელს აღვისაგან და გაუქმებისაგან, მაგრამ ეილათი აშკელონის გაზ სადენში ირანს აქვს 50%-იანი წილი. გასაგებია, ბატონულაშა, მაგრამ 5 თვის წინ მე ეს მაქვს შეკითხვა, მე მინდა ოპოზიციის კითხვები გავიმეორო, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში ისმოდა. 5 თვის წინ ქვეყანა, რომელმაც დაგვბომბა, თქვენ გაქვთ იმის გარანტია, რომ ეს არ იქნება საბოლოოდ მათთვის გაფორმება აფხაზეთისა. ხელში გადაცემა მთელი დაპყრობილი იმ ტერიტორიის. როგორ არ იქნება, რას ნიშნავს ოკუპაციის შესახებ კანონის თანახმად, საქართველოს კანონის თანახმად ოკუპაციის შესახებ აფხაზეთში ეკონომიკური საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობით და მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობით და რუსული მხარე ამ შემთხვევაში აღიარებს საქართველოს იურისდიქციას. ეს სიტყვებია, ბატონულაშა. არა, კანონია. კანონი, რომელიც რეალობაში ვერ მოდის, კანონის მეორე მუხლი გახლავთ და სწორედ აი ამ კანონის შესაბამისად რუსული კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ ეკონომიკური საქმიანობის ნებართვა აიღოს მხოლოდ საქართველოს ხარისაგან. თავარი კიდევ ანუ რუსეთის ეს კომპანია, სახელმწიფო კომპანია არ მაქვს რუსეთის სახელმწიფოზე, მაგრამ რუსეთი საკუთარი სახელმწიფო კომპანიის საშუალებით აღიარებს საქართველოს იურისდიქციას იმას, რომ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებიდან უნდა მიიღოს მართვის შესახებ თანხმობა და ეკონომიკური საქმიანობის შესახებ თანხმობა და აფორმებს ენგურჰესთან დაკავშირებით, ენგურჰესის მართვასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით გაფორმებული არ არის. თუ გაფორმდება, მე ვთვლი, რომ ეს იქნება ძალიან კარგი. თუ რას ნიშნავს, შეიძლება არ გაფორმდეს. მოლაპარაკების პროცესია, ბუნებრივია, მხარეები შეიძლება რაღაცაზე ვერ შეთანხმდეთ, შეიძლება შევთანხმდეთ, მაგრამ ეს არის პროცესი, რომლის შედეგადაც თუ გაფორმდება ეს ხელშეკრულება, იქნება კარგი იმ ენერგოსისტემისთვის, რომელსაც ენგურჰესი ამარაგებს ენგურჰესიდან მისდის 40% ელექტროენერგიის და ის დაპირება, რომელიც იყოს ჩვენ საზოგადოებასთან მიმართებაში ჯერ კიდევ 5 წლისი, რომ ელექტროენერგია უნდა კონდეს ყველას და ის დაპირება, რომ საქართველოს იურისდიქცია განხორციელდება აფხაზეთში და იქნება აუცილებლად და ეს ძალიან გრძელი პროცესია. ეს სახს ერთ დღეში ვერ ავაგებთ. ჩვენ ერთ დღეში დავკარგეთ აფხაზეთი. ჩვენ საუბრობთ ქვეყანაზე, რომელმაც 5 თვის წინ დაგვაკარგინა ტერიტორიები, რომელსაც პირდაპირ თქვათ, ვაკონტროლებდით ცხინვალის მოვლენებამდე. დღეს არავინ აღარ საუბრობს იმაზე, რომ დაკარგული არის კოდორი, ქართული სოფლები, რომელიც ამოვლენებს და მიყვა და ჩვენ ეხლა თქვენგან ვისმენთ ხელისუფლებისგან, რომ თურმე განახორციელებს საქართველოს აფხაზეთზე თავის იურისდიქციას. ეკონომიკური ურთიერთობები არის აბსოლუტურად სხვა ვიდრე პოლიტიკური და მინდა შეგახსენოთ, რომ მე გახდით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და მე გახდით ინიციატორი, რომ რუსეთთან გაგვეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები, იმიტომ რომ სწორედ პარლამენტიდან წამოვიდა, თუ გახსოვთ ეს ინიციატივა იმ პერიოდში და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა სწორედაც ოკუპანტ ქვეყანასთან არის მიზანშეწონილი და ყოველთვის ეს არის აუცილებელი, მაგრამ აუცილებელია მოლაპარაკების წარმოება, არა რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკების წარმოება, აუცილებლად საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, ეს უკვე პოლიტიკურ სპექტრში მივდივართ, მაგრამ ის რომ ჩვენ დღეს და არა მხოლოდ ჩვენ და რუსეთს, არამედ მთლიანად სახელმწიფოებს ეკონომიკა წარმართავს სახელმწიფოების ურთიერთობას, ესეც ფაქტია და ესეც მნიშვნელოვანია. ბატონულაშა, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც გუშინ ვესაუბრებოდი, მეუბნებოდა, რომ ჩვენ ვაპირებთ ავტეხოთ ძალიან დიდი ამბავი ამ თემაზე, იმიტომ რომ ამ წუთისთვისაც კი ჩვენთვის არის მიუწვდომელი ის ტექსტი, რომელიც მუშავდება. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ასეთი სერიოზული გადაწყვეტილებები კი არა, ძალიან უმნიშვნელო გადაწყვეტილებებიც კი, როგორც ამბობენ, სააკაშვილის გარეშე არ მიიღება. ვინ მიიღო გადაწყვეტილება მართვაში რუსებისთვის გადაეცათ ენგურჰესი, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ვინ ჩავიდა მოსკოვში, ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებებს და რატომა დაიმალა იგი ოპოზიციისთვის ეს დოკუმენტი. არ ვიცი, იმიტომ რომ ისევე როგორც თქვენ, მეც ასევე მივიღე ინფორმაცია ენგურჰესთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმოების შესახებ ჟურნალისტებიდან, სწორედ მედიის საშუალებით და სწორედ ჟურნალისტებისგან გაიგეთ და არა მთავრობის. როდესაც ჟურნალისტებმა დამისვეს კითხვა, მაშინ მე განვაცხადე, რომ მე არ ვიცი ამის შესახებ, ასეთი მოლაპარაკების წარმოების შესახებ, ეს შეიძლება იმიტომაც მოხდა, რომ მე ახალდანიშნული მინისტრი გავხდით, არ ვიცი ამის შესახებ, ჩავიხედავ, გავერკვევი საქმის ვითარებაში, გავერკვევი ასევე რა მემორანდუმია, რა ტექსტი არის და აუცილებლად გავაკეთებ განცხადებას. მეორე დღეს, მას შემდეგ რაც გავერკვევი, მაშინვე დაუყოვნებლივ, მე გავაკეთე განცხადება, როგორც გახდო საინტერესოა, როდესაც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ მან არ იცოდა და ეს გაიგო ჟურნალისტებისგან. საინტერესოა თქვენი გულწრფელობა, დიდი მადლობა. ერთი ამონარიდი მინდა წაგიკითხოთ ოპოზიციის კომენტარებისგან.
ჟვანი ამბობს, რომ თითქოს ამ შეთანხმებით რუსეთმა აღიარა, რომ საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთში რეალურად კი გამოდის, რომ აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში გადადის, რადგანაც ხელს ვაწერ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც რუსეთი იღებს ვალდებულებას გადახდილი იყოს აფხაზეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. ერთადერთი ობიექტი, რომელიც ჯერ კიდევ ერთობლივად იყო. ჟვანია კვლავ ადასტურებს იმას, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმებით ძალიან კარგი იქნება ეს ხელშეკრულება თუ გაფორმდა, იმიტომ რომ ამ ხელშეკრულების გაფორმებით შპს ენგურჰესი მიიღებს დამატებით 15 მილიონს და პლუს 25 მილიონს, რაც დღეს იკარგება და აფხაზეთში მოქმედი უკანონო კომერციული დაწესებულებები იღებენ, იტაცებენ, პირდაპირ მიტაცება მიხდა ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის. ჟვანია ადასტურებს იმას, რომ დღეს ამ ხელშეკრულების გაფორმებით, ან ხვალ, ან როცა იქნება ამ ხელშეკრულების გაფორმება, აუცილებლად სტატუს კვო აღდგება იმისა, რომ რუსეთი აღიარებს საქართველოს იურისდიქციას და საქართველოს კუთვნილებას, საქართველოს საკუთრებას ენგურჰესთან მიმართებაში და ის, რომ მოლაპარაკებები დაიწყება რუსეთის ჩართვით ასევე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საქართველოს ფარგლებში იურისდიქციაში დაბრუნების შესახებ და საქართველოს იურისდიქციის აღდგენასთან დაკავშირებით, ამაში დარწმუნებული ვარ ისევე როგორც თქვენ გიყვართ. მე არ მინდა ეხლა ვიფიქრო, რომ ველოპარაკები მინის, რომელიც არის იდეალისტი, 5 თვის წინ ომი იყო ჩვენს ქვეყანაში. მე გახლავართ რეალისტი. კარგით, მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. თქვენ ლაშა ჟვანია ხელისუფლების მოდურის სახე მე თქოლა არ მithქვამს, იმიტომ რომ აშკარად არის მცდელობა ბოლო პერიოდში, რომ ხელისუფლების ძველი საქმეები თუ ძველი სახეები დაავიწყონ ხალხს და ახალი ვთქვათ სახეების წამოწევა ხდება და ერთ-ერთი ასეთი სახე ხარ თქვენ. მე ეხლა როგორ უნდა ვესაუბრო ლაშა ჟვანიას, მინისტრს, რომელიც იღებს პოლიტიკურ მემკვიდრეობას წინა ხელისუფლების მიერ, უпростоრედ ამ ხელისუფლების, მაგრამ წინამორბედების მიერ გაკეთებულ საქმეებზე, თუ იგი ემიჯნება ამ საქმეებს და იღებს პასუხისმგებლობას მხოლოდ მისი საქმიანობის დროს. ინგა, მე ჩვენ პირველ გადაცემაში, როდესაც პრაიმ ტაიმსი მიგყავდათ აპრილის თვეში, გთხოვეთ რომ სახეს მომიწოდებთ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მაშინ სახე, როგორც ასეთი, ვინმე სახე, პოლიტიკური სახე, ახალი სახე მთავრობაში, ახალი სახე სახელმწიფო პარტიაში და ასე შემდეგ აბსოლუტურად მიუღებელია. რატომ არ ხართ სააკაშვილის ახალი სახე? მაშინ გითხარით, ეს არის ახალი აზროვნება და ახალი წევრები. აქ არ არის ვინმეს ფირნიშობაზე საუბარი, აქ არ არის ვინმეს მასკაზე საუბარი, აქ არის იმ რეალობაზე, რა რეალობაშიც ჩვენ ვართ და იმ გადაწყვეტილებებზე, იმ თავისუფალ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მე მივიღე და ჩემი გადაწყვეტილება გახლავთ, რომ გვერდში ვედგე მიხეილ სააკაშვილს ყველა იმ რთულ საქმეში, რომელსაც ის ატარებს საქართველოს საკუთრებას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აქვე თქვენ ახსენეთ ერთი ფრაზა და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა ჩვენ ყველამ უნდა ავიღოთ, როგორც ჩვენ წარსულზე, ისე აზნყოზე ჩვენ გაკეთებულზე, იმისათვის რომ მომავალი ავაშენოთ ნორმალურად. ანუ თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც ამ ქვეყანაში ვარდების რევოლუციიდან დღემდე მოხდა რა? ადამიანის გენეტიკა საერთოდ როგორც წესი ვითარდება იმის მიხედვით, თუ მისმა წინამორბედებმა რა გააკეთეს. ჩვენ ყველას გვაქვს გენეტიკურად რაღაც ან კარგი, ან ცუდი, ჩვენი წინაპრებისგან მოყოლილი. ჩვენ ყველანი პასუხისმგებლები ვართ და დიახ, ლაშა ჟვანია პასუხისმგებელია ყველაფერს. კარგით, მაშინ მე დაგისვამთ ასეთ შეკითხვას, ვინაიდან თქვენ ამბობთ, რომ ხართ პოლიტიკური პასუხისმგებელი და პოლიტიკური მემკვიდრე, თქვენი წინამორბედებისა, ანონსში იყო გამოტანილი, ამ კვირაში ოპოზიციამ გააკეთა განცხადებები, რომ ისინი იწყებენ მოძრაობას ხელისუფლების წინააღმდეგ. სხვა თემა ამათ რა გამოვათ, ამაზე ჩვენ მეორე ბლოკში უნდა ვისაუბროთ. მე მინდა თქვენ დაგისვათ კითხვა, გადადგეს უპირობოდ სააკაშვილი. ოპოზიცია პირობას დებს, რომ სააკაშვილს და მისი გუნდის წევრებს გაუშვებს სახლში. როგორ ხდება ხელისუფლება ამ განცხადებას და ელით თუ არა, რომ შესაძლებელია ძალიან სერიოზული საპროტესტო ტალღა აგორდეს ქვეყანაში, რომელსაც წინელის ჯერ კიდევ ფინანსური კრიზისის შედეგები, უმუშევრად დარჩენილი უამრავი ადამიანის ბედი და ასე შემდეგ ამ თემებზე მე კიდევ დავკონკრეტდები შემდეგ. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ საქართველოში იყოს ისეთი ოპოზიცია, რომელიც შეეხვეწება სააკაშვილს ან მოქმედ ხელისუფლებას, ოღონდ თქვენ დარჩით ხელისუფლებაში. ოპოზიცია სწორედ ამისთვისაა, რომ მოითხოვოს გადადგომა ან რადიკალური რაღაც ზომები მიიღოს პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ ჩვენთან პრობლემას მე რასაც ვხედავ, ჯერ კიდევ შორიდან ვუყურებდი ახლო აღმოსავლეთიდან და ევროპიდან საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ახლა შიგნიდან ვადევნებ. ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი საზოგადოების არის რადიკალიზმი. რადიკალიზმი არის მიუღებელი აბსოლუტურად. რატომ რადიკალიზმით მოვიდა მიხეილ სააკაშვილი? რადიკალიზმი არ არის სწორი. რადიკალიზმით იყო იგი სწორი პოპულარული. კატეგორიულობა და რადიკალიზმი მოდით ნუ შეადრით 2002 წლის და 2003 წლის საქართველოს, რეგიონალურ საქართველოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცვლილება არის, ძალიან ბევრი ცვლილებაა პოზიტიური და ამის არ დანახვა, იმ მიღწევების არ დანახვა, რაც სააკაშვილმა მიაღწია ბოლო 5 წლის მანძილზე საქართველოსთვის, გინდა ეკონომიკისთვის, გინდა პოლიტიკაში, გინდა საგარეო პოლიტიკაში, საგარეო ურთიერთობებში,
არ შეიძლება. კი, მაგრამ მოდით მაშინ ამაზე შევთანხმდეთ, ნუ შეადრითო თქვენ ამბობთ. მე შეგახსენებთ რა ხდებოდა შევარდნაძის დროს, როგორ მოითხოვდა სრულიად ქვეყანა, თქვათ, მიტინგებზე გადამდგარიყო იგი, მაგრამ მე შეგახსენებთ ზუსტად 1 წლის წინ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ადამიანური უფლებების შელახვა, სასამართლო, მედია, წარმოუდგენელი მკვლელობები, რომელზეც პასუხისმგებლობების საკითხი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული, წართმეული ქონება, ადამიანებისთვის წილის წართმევა და ასე შემდეგ. უსამართლობა, რამაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა, თქვენ კი მეუბნებით, რომ თქვენ დავიწყოთ ერთი ძალიან ყველაზე მთავარი ფაქტორი. ეს არის ეკონომიკური გაჭირვება და სოციალური გაჭირვება, რომელზედაც სხვათა შორის ის ადამიანი გახლავთ პასუხისმგებელი, რომელიც დღეს ოპოზიციაში არის წასული და იქიდან ჭკუას ასწავლის ხელისუფლებას. ბატონი ნოღაიდელი, ბატონმა ნოღაიდელმა, რომელიც სხვათა შორის თქვენს ადგილზე იჯდა, მე არ ვიცი თქვენ მოგიწევთ თუ არა, როდესმე მის ადგილზე რომ იჯდეთ გულისხმობ პრემიერ-მინისტრის სავარძელს, მაგრამ მან თქვა, რომ ეკონომიკა იყო ძალიან წარმატებულიო იმ წლებში. ჩემი აზრია, რომ ეს ასე არ იყო. თქვენი აზრი როგორ არის? 100,000-ობით კი არა, მილიონამდე მიღწეული რიცხვი ადამიანების, რომლებიც დღეს სულდგმულობენ მხოლოდ იმით, რომ სახელმწიფო აძლევს სოციალურ დახმარებას. ეს არის ნოღაიდელის პოლიტიკის დამსახურება, ეს არის ის არ მომატებული პენსიები, არ მომატებული სოციალური სუბსიდიები, რომელ პოლიტიკასაც ნოღაიდელი ატარებდა მაშინ რატომ აკეთებდა მას პრეზიდენტი სააკაშვილი? რატომ არ აკრიტიკებდა მას არც ერთი მთავრობის წევრი? თუ კი ეს ყველაფერი, რაც უბედურება ჭირს ამ ხალხს, თქვათ, სოციალურად გაჭირვებულ ხალხს არის მისი დამსახურება. ამდენი წელი კაცი იჯდა პრემიერ-მინისტრის სავარძელზე და იგი შემდეგ წავიდა მხოლოდ 7 ნოემბრის შემდეგ მოხსნეს თუ წავიდა ამ თემაზე არ ვიდაოთ. ანუ რა გამოდის, ორმაგი სტანდარტია, ვიდრე ნოღაიდელი ზის იმ სავარძელზე, გვეუბნებია რომ ის კარგი მინისტრია, ისევე როგორც ხვების შემთხვევაში იყო და როცა მიდის შემდეგ ირკვევა რომ თურმე საშინელი იყო. არასოდეს მათ შორის იმ პერიოდში, როდესაც ბატონი ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრი გახდა და ფინანსთა მინისტრი ამ ქვეყნის, არასოდეს არ ვეთანხმებოდი პრეზიდენტ სააკაშვილს და ეს მას შეუძლია დაადასტუროს ისევე როგორც მთავრობის ახლანდელმა წევრებმა და ოპოზიციაში მყოფმა ადამიანებმა, არასოდეს არ ვეთანხმებოდი იმ ფაქტს, რომ ნოღაიდელი უნდა ყოფილიყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სწორედ მის მიერ გატარებული ქვეყანაში გატარებული სოციალური პოლიტიკის. კარგი იქნებოდა ეს ლაშა ჟვანიასგან მოგესმინა თავის დროზე, მაშინ როდესაც მთელი ოპოზიცია ვთქვათ სულ პასუხისმგებლობას მას აკიცებდა, მე მესმის თქვენი პასუხი იქნება, რომ თქვენ იყავით დიპლომატიურ სამსახურში და დიპლომატები როგორც წესი პოლიტიკურ განცხადებებისგან თავს იკავებენ. როდესაც ვსაუბრობთ პასუხისმგებლობაზე, სწორედ პასუხისმგებლობაზეა საუბარი იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ბოლო წლების მანძილზე. სოციალურად დაუცველი ძალიან დიდი. სოციალურად დაუცველი ადამიანები. თქვენ წეგან თქვით, რომ მიუხედავად იმისა, ვინ შეცდომა ჩაიდინა, ვინ არა, პასუხისმგებლობას იზიარებს ყველა ის ადამიანი, თქვენ, რომელიც იყო ადრე. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეხლა უკვე ნოღაიდელსაც ეხება, ხო, ვინაიდან ის იყო პრემიერ-მინისტრი. ამას წინათ აეროპორტში მოუხდი და შემხვდნენ ქართველები, რომლებიც თურქეთში და საბერძნეთში მუშაობდნენ, სხვა შორის ვარდების რევოლუციის შემდეგ მოყვნენ ისინი შემცირებაში და სხვის შვილებს უვლიან, ძიძებად და დამლაგებლებად იყვნენ იქ წასული და მეუბნებოდნენ, როგორ მიტოვებული ყავდათ საკუთარი შვილები. სულ ცოტა ხნის წინ ერთი ახალგაზრდა კაცი მიყვებოდა კრედიტი როგორ ქონდა აღებული ბანკიდან, სადაც ჩადებული იყო მისი სახლი, სადაც სამშვილთან და ცოლთან ერთად ცხოვრობს და სამსახურიდან ახალი წლის დღეებში როგორ გააგდეს პირდაპირ მნიშვნელობით და მეკითხებოდა რომ ეხლა რაზე ვიფიქრო, აღარ ვიციო, შვილებს რა ვაჭამო, თუ ეს კრედიტი როგორ გავისტუმრო, რომ სახლი არ დავკარგო. თქვენ ფიქრობთ თუ არა, რომ შესაძლებელია ამდენი შემცირებების და უსაქმებელი ადამიანების ფონზე, იგივე რაც ბრძანეთ თუნდაც ნოღაიდელის პოლიტიკაო, აი ამ პოლიტიკით მძიმე დღეში ჩავარდნილი ადამიანების ფონზე შესაძლებელია ოპოზიცია მართლა მოახერხოს და აგიგოროთ ძალიან სერიოზული ტალღა უკვე გაზაფხულისთვის, რომელიც ითვალისწინებს სააკაშვილის და მისი გუნდის სახში წასვლას. ინგა, მსოფლიო ეკონომიკური ის კრიზისი, რომელიც დღეს მთელ ქვეყნებს აქვს მოდებული, მათ შორის რეგიონში ქვეყნებს და საქართველოსაც სერიოზულ პრობლემებს უხადის, სწორედ ეს არის და სწორედ ამისკენ არის მიქცეული მთავრობის ეკონომიკური უსაფრთხოების გეგმა, რომ მაქსიმალურად ავარიდოთ ჩვენს საზოგადოებას ასეთი შემცირებები. ფინანსურ სექტორში ჩვენ გვექნება შემცირება, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენ შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები იმ ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომელსაც ხელისუფლება განახორციელა. ეს დასაქმების ადგილები ძალიან მომაბეზრებელი ხო არ გახდა, ერთგვარი დემაგოგიის სახე ხო არ მიიღო. შეიძლება თქვენთვის მომაბეზრებელი. არა, მომაბეზრებელი, იცით რა გულისხმობ. უკაცრავად თუ შეიძლება დავაკონკრეტებ. ტელევიზიით გადაცემული, ტელევიზიით გაკეთებული განცხადებები, მილიონი სამუშაო ადგილი ჯერ კიდევ შევარდნაძის და ახლად შექმნილი მოქალაქეთა კავშირის დროიდან გვესმოდა. მომაბეზრებელში იცით რა გულისხმობ, რომ ადამიანებს პირდებიან, მაგრამ რეალურად ძალიან ბევრი ადამიანი. კი, მაგრამ თქვენ თუ ჩახედავთ, თუ ვაღიარებთ იმას, რომ ბიუჯეტი არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პოლიტიკური დოკუმენტი ასევე და საფინანსო დოკუმენტი, ბიუჯეტში ნათლად არის
განწერილი ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც საქმებს დამატებით ხალხს და დამატებით კი არა, ეს არის 10,000 ადამიანი და ეს არის ჩვეულებრივად საერთაშორისოდ აღიარებული ეკონომიკაში, რომ თითოეული $1,000,000 ინვესტიცია საშუალოდ იძლევა 50-მდე სამუშაო ადგილს. თუ ჩვენ გვაქვს $1,000,000 საშუალოდ ეს მოგცემს 30,000-35,000 სამუშაო ადგილს და წელს ეს კიდევ მარტიდან უკვე იქნება და ამას ყველა კარგად დაინახავს საკუთარ თავზე. რაც თავარ, იმიტომ რომ ჩემთვის და ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის არ ითვლება ღირსეულ შემოსავლად და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავთვალოთ ღირსეულ შემოსავლად სოციალური დახმარების პაკეტი და სადაზღვევო პოლიცია. ღირსეული შემოსავალი ჩვენთვის არის ხელფასი. ამას რო თქვენ ამბობთ, ეს ამდენი წლის შემდეგ ვთქვათ, ამდენი წლის განმავლობაში თავისთავად ჩდება კითხვა, რატომ არ დაისვა მაშინ ეს კითხვა, რატომ არ შეიცვალა ეს პოლიტიკა, ამაზე მე თქვენ არ მოგთხოვთ ეხლა პასუხს, გასაგები მიზეზის გამო ერთი შეფასება მინდა წაგიკითხოთ, ეს არის Freedom House-ის შეფასება 2008 წელი იყო დემოკრატიულობის თვალსაზრისით საქართველოსთვის უკუსლის წელი, ფერადი რევოლუცია პირველად საქართველოში მოხდა და ეს ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო მისი არამდგრადი კურსი 2007 წლის საგანგებო მდგომარეობისა და რუსეთთან აგვისტოს ომის ჩათვლით გავლილი 2 წლის განმავლობაში ყველაზე შემაშფოთებელ მოვლენებს მიეკუთვნება და აქვე მინდა შეგახსენოთ სააკაშვილის განცხადება წინა გადაცემაშიც ვახსენე უпростоრეთ ინტერვიუ, სადაც ის საუბრობდა რომ ის რომ იყოს ოპოზიცია სამთოში ჩამოაგდებდა ამ ხელისუფლებას. რა პროგნოზს აკეთებს ლაშა ჟვანია, რამდენი ხანი შეიძლება ოპოზიციამ აკეთოს განცხადებები და ხელისუფლება იყოს კვლავ ხელისუფლებაში, გულისხმობ სააკაშვილს. ინგა, ვერავითარ პროგნოზს ვერ შემოგთავაზებთ, მე არ გახლავთ ანალიტიკოსი, მე გახლავთ პოლიტიკოსი, რომელმაც იცის რა საქმე უნდა გააკეთოს და იცის რომ ეს საქმე წაადგება მოსახლეობას და იმ ხალხს, რომლის გარშემო და რომლის წიაღშიც გაიზარდა, დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობს. ეხლა და არაპირებს არსად წასვლას. სახლიდან უпростоრეთ. არაპირებთ არსად. სახლიდან წასვლას ნამდვილად არსად არ ვაპირებ, არ ჩემი საკუთარი უბნიდან წასვლას არ ვაპირებ და არ ჩემი სამეგობრო წრიდან არსად წასვლას არ ვაპირებ. ჩემთვის ეს სამინისტრო არის ის საშუალება, რომ მაქსიმალურად მოვახმარო ჩემი ძალისხმევა ხალხს და იმ ადამიანებს, რომელსაც ყოველდღიურად ხვდები ქუჩაში. და საკმაოდ თავისუფლად, სხვათა შორის წელში გასწორებული და თვალს-თვალში რომ გავუსწორებ ისიც და მუდმივად ასე ვაპირებ, რომ ვიცხოვრო. ამიტომ ჩემთვის საპროგნოზო არაფერი არა. თქვენ გონიათ პრობლემა არის ან ლაშა ჟვანიესთვის, ან ხელისუფლებისთვის დღეს რომ წავიდეს და მე იბრძოლოს იმისთვის რომ ისევ მოვიდეს, თუ სხვა მოვიდა, თუ ოპოზიცია მოვიდა ხელისუფლებაში. არავითარ შემთხვევაში ეს არის ჩვეულებრივი, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი. როდის მოხდება ეს ყველაფერი? ყველაფერი დამოკიდებულია ნორმალურ პოლიტიკურ პროცესებზე, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ნორმალურად პროცესები ვერ მიმდინარეობს, იმიტომ რომ ვართ რადიკალები, გვინდა რომ ეს ყველაფერი მოხდეს გადატრიალების, ამბოხების გზით და ვართ სულ მოუთმენელი. დღეს სანამ ვართ ბოლო წუთამდე რევოლუციის დღეებში სანამ ვართ ბოლო წუთამდე ნებისმიერ ადგილზე სადაც არ უნდა ვიყოთ ბოლო წუთამდე უნდა გავაკეთოთ ის საქმე რომელსაც გვჯერა რომ ეს საქმე წაადგება ჩვენ მოსახლეობას თუ სამუშაო ადგილების შექმნისთვის საჭიროა ამ პოლიტიკის გატარება ამას გავატარებთ იმ მომენტამდე სანამ ხელისუფლება იქნება საქართველოში და როდისაა ეს ბოლო მომენტი ამის პროგნოზი ნამდვილად თქვენთვის ლაშა ჟვანიას მინდა დაუსვა ბოლოს შეკითხვა მანამდე კი ჩემს რეჟისორს მინდა ვთხოვო თუ შეიძლება ეკონომიკის ყოფილი მინისტრების კადრები რომ წარმოგვიდგინოთ თუ არ ვწდებით თქვენ ხართ მერვე ეკონომიკის მინისტრი ისე საინტერესო იქნებოდა თქვა თქვენი წინამორბედებისთვის გადახედვა მე უბრალოდ ეხა გამახსენე იმიტომ რომ ჩემი ახლო მეგობარია არა მე ამ შემთხვევაში ირაკლი ოქრუაშვილს გულისხმობდი ვთქვათ როგორ გადიოდა მაშინ ეკონომიკაზე მთელი ქვეყნის პოლიტიკური ხაზი და მე მინდა ბოლო კითხვა დაგისვათ ბატონო ლაშა ძალიან ხშირად ისმება ეს შეკითხვა ვისი კაცია ლაშა ჟვანიაო მიხეილ სააკაშვილის ირაკლი ალასანიასი ძალიან ხშირად მე მსმენია საუბრები იმის შესახებ რომ თქვენ ხართ მისი მეგობარი და მისი გუნდის წევრი და თუ კი რაიმე ოპოზიციური მოძრაობა დაიწყება შესაძლებელია თქვენ გიხილოთ სწორედ ირაკლი ალასანიასთან თუ ირაკლი ალასანია და მიხეილ სააკაშვილი ეს ერთი და იგივე გუნდია და რაღაც განსაკუთრებული აქ არ უნდა ვეძებოთ აი ინგა ირაკლი ალასანი არის ჩემი უახლოესი მეგობარი ხაზგასმით ვამბობ რომ ძალიან ახლო მეგობარი არ მინდა ის ჟარგონი ვიხმარო რასაც მაგაცობა ქვია მაგრამ ვახსენებ ირაკლი ალასანია ჩემი მეგობარია ძალიან მრავალი წლის მანძილზე და ეს მეგობრობა მეც და ირაკლისას აშენებული გვაქვს ურთიერთმდობით და ურთიერთგაჭირვების უამრავი პრობლემის ერთად გადალახვით მათ შორის ამ სახელმწიფოზე და ამ ქვეყნის ნორმალურ გზაზე გაყვანაზე ეს ძმაკაცობა შეიძლება მობალაშიც გამოჩნდეს პოლიტიკურ 90-იან წლებში და შემდგომში უფრო მოგვიანებით. როდესაც 2002-2003 წლებში მე გახდით ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ხოლო ირაკლი გახდათ შევარდნაძის პერიოდში უშროების მინისტრის პირველი მოადგილე, იმ პერიოდში მე ვიყავი სულ მოუთმენელი და ყოველთვის ვამბობდი რომ კმარა წერტილია დასასმელი და ირაკლი მამშვიდებდა ხოლმე. დღეს ირაკლი და ჩვენ შორის მრავალი საუბარი იყო.
ბოლო წლის მანძილზე ირაკლის გადადგომამდე ჯერ კიდევ რა თქმა უნდა ბუნებრივია მეგობარს უნდა ელაპარაკო, აბა როგორ შეიძლება მეგობარს არის საუბრო და გაწყვიტო. მე რომ ირაკლი ალასანიას მეგობრობაზე დღეს უარი ვთქვა, მაშინ მამალმა შეიძლება იყილოს ძალიან მალე. და ირაკლი ალასანიას სანამ ვუღალატებს საკუთარ მეგობარს და უახლოეს მეგობარს, ამ ღალატის გზაზე ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს და უფრო მალე მოვასრო მათი ღალატი, ვიდრე ჩემი უახლოესი მეგობრების. მათ შორის სააკაშვილისაც რატომ არა, თუ მე გადავწყვეტე და მეგობრებს ვუღალატე. მაგრამ ღმერთმა არქნას, რომ ლაშაჟვანია დადგეს საკუთარი მეგობრების ღალატის გზაზე. დღეს ჩემი და ირაკლის პოლიტიკური წამსი და პოლიტიკური დამოკიდებულება არის აბსოლუტურად განსხვავებული, მას აღარ მიაჩნია საჭიროდ რომ ის შეიძლება იყოს ხელისუფლებაში და ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება და წავიდა ოპოზიციაში. მე მიმაჩნია რომ საკმაოდ ბევრი რესურსი არის დღეს სახელმწიფო სამსახურში და პოლიტიკაში, მთავრობაში მიხეილ სააკაშვილის გვერდში დგომით, რომ გაუკეთოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, იმიტომ რომ დღეს არის ის პერიოდი, როდესაც ყველანი ერთად უნდა დავდგეთ. აქ არ მაქვს ლაპარაკი, რომ ჩვენ ყველანი ერთ აზრზე უნდა ვიყოთ, მაგრამ მე მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა ამ ქვეყნის ნორმალურ გზაზე გაყვანა, უნდა ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების სოციალური მდგომარეობის გამოსწორება და ის ეკონომიკური კატაკლიზმები, რომლებიც მსოფლიოს ემუქრება და მათ შორის საქართველოსაც, ჩვენ ერთობით უნდა გადავჭრათ. მე მჯერა მიხეილ სააკაშვილის. კარგით, ეს იყო ლაშა ჟვანია, ვფიქრობ ძალიან საინტერესო განცხადებები მოისმინეთ. ბატონო ლაშა, მე უნდა დაგემშვიდობოთ. ძალიან დიდი მადლობა, თუმცა აქედან ისე ვერ გაგიშვებთ, რომ არ დაგისვათ ერთი კითხვა. ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი იწევს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ და კიდევ ერთხელ დღეს გაჩნდა ასეთი მოსაზრება, გამოვიდა, გამოჟონა ინფორმაციამ, რომ პრემიერ-მინისტრი საქართველოში აუცილებლად შეიცვლება. ოღონდ არ მითხრათ ეხლა, რომ ამის შესახებ არაფერი არ ხსმენიათ. გეგას ვესაუბრე რამოდენიმე საათის წინ არის ძალიან კარგად, მინდა გაგახაროთ და დაგამშვიდოთ. იქნება რამოდენიმე დღე საავადმყოფოში, გადის უბრალოდ შემოწმებებს, აქ არა ის რაიმე მკურნალობაზე საუბარი, გუშინ ნამდვილად შეუძლოდ გახდათ, იცით რომ თირკმელების პრობლემა აქვს და გეგა დაუბრუნდება თავის სამსახურს, რამოდენიმე დღე მიეცით საშუალება, რომ ადამიანმა გამოიკვლიოს ჯანმრთელობის ის პრობლემა, რომელიც აქვს. ძალიან დიდი მადლობა, მე გულწრფელად უსურვებ ბატონ გეგა მგალობრიშვილის გამოჯანმრთელებას, დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლაშა, საინტერესო საუბრისთვის. აი ასეთია დღეს განწყობა ხელისუფლებაში, რომელსაც ოპოზიცია სახლში გაშვება სპირდება. რისი იმედი აქვთ მათ რამდენიმე წუთში პოლიტიკურ თამაშს უცნობთან ერთად განვაგრძობთ, არ გადართოთ, სულ რამდენიმე წუთში ჩვენ ეთერში ვართ. მთელი ერთი წლის მანძილზე ყველა მიტინგის მთავარი ხმა სულის ჩამდგმელი და ყველაზე რადიკალი იყო. დღეს ამბობს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი ტალღის აგორებას აპირებს სხვა თანამოაზრეებთან ერთად. გაყვება თუ არა ხელახლა ხალხი ლიდერებს, რომლებმაც გრანდიოზული პროტესტი თავის დროზე ვერ გამოიყენეს. უცნობის პოლიტიკური კვირა, რაზე ესაუბრებოდა მიხეილ სააკაშვილს გია გაჩეჩილაძე, როცა თბილისი მიტინგების პიკში იყო, რას თავაზობდა პრეზიდენტი უცნობს პოლიტიკური სტრატეგია თუ ხელისუფლებასთან გარიგება. განვაგრძობთ გადაცემას პოლიტიკურ თამაშებში, ამჯერად უცნობი ერთვება სტუდიაში გია გაჩეჩილაძე. საღამომშვიდობისა გია, როგორ ხართ? ხო, დაიკავოთ თქვენი ადგილი. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ოპოზიციის განცხადებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ამ კვირაში, ითვალისწინებდა შემდეგს. ჩვენ საბოლოოდ ყალიბდებით მივიღოთ გადაწყვეტილება, მოვითხოვოთ სააკაშვილის უპირობო გადადგომა, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო საპრეზიდენტო არჩევნები. რეალურად გჯერათ, რომ მართლა გადააგდებთ ამ ხელისუფლებას, თუ მეწეღან გავიხსენე, როგორ უთხრა სააკაშვილმა ერთხელ თქვენს მეგობარს გამყრელიძეს აჩმახებო, აი აჩმახებთ თუ მართლა გჯერათ, რომ ნამდვილად გადააგდებთ ამ ხელისუფლებას? არ მჯერა. მე რაც ფაქტი არის, შემილია აბსოლუტურად პირველ რიგში მოგესალმებით თქვენ ახალ სტუდიას. მივესალმები მაყურებელს და არაფერს არ მჯერა. მე პირველ რიგში ვიცი ის, რომ სააკაშვილი ჩემთვის პირადად ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტი არ არის და არც იქნება და არც შეიძლება რომ იყოს, იმიტომ რომ ეს არის თვითმარქვია ადამიანი, სამაზვანეთს ეძახიან ამას რუსები. ლჟე დიმიტრი ყავდათ ესეთი მეფე რუსებს, რომელიც ყავდათ, ესე იგი, თვითმარქვიას უწოდებთ ეს ქართულ ენაზე ესე ნიშნავს და რა შემილია მე თქვა ეხლა
20 იანვარი, ხო? 20 იანვარი, ზუსტად 1 წელი გავიდა იმ დღიდან, რა დღეზეც აი ყველაფერი ეს ლაპარაკები, ეს მითქმა მოთქმა, რაც მოხდა დაუშვათ იგივე ჩემი და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. თქვენ ამბობთ, რომ მე არ ვცნობ მიხეილ სააკაშვილს როგორც პრეზიდენტს, რომ მაგრამ თქვენ იყავით ის ადამიანი, რომლის კადრიც ვნახეთ. ეხლა თქვენ ამბობთ, რომ შენ იყავი მიშა ის კაცი, რომელიც ტელეფონზე მირეკავდა. თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელიც არ უარყოფდით, რომ რაღაც კონსულტაციები იყო. მე ამ თემებზე ოდნავ მოგვიანებით დაგისვავთ კონკრეტულ შეკითხვას, ბატონგია, მანამდე მინდა გკითხოთ, გაგიმეოროთ კითხვა. გჯერათ, რომ ხელისუფლება წავა? ჩემთვის ხელისუფლება წასულია, ინგა. კარგით, ეს არის თქვენი პასუხი. თქვენთვის ხელისუფლება წასულია, მაგრამ დღეს ქვეყნის პრეზიდენტი არის მიხეილ სააკაშვილი, დღეს ქვეყანას მართავს სხვა მთავრობა, არა თქვენი და ვილაპარაკოთ, ხო შეიძლება, ხო მაგ რაღაც დრო, რაც შემიძლია რომ დაუშვათ, აუხსნა და აუხსნა ის სიტუაციები. თქვენ დრო გაქვთ, რომ ჩემს კითხვებს გასცეთ? რა თქმა უნდა. შესაბამისად და მინდოდა რომ ადრე თუ გვიან ეს სიტუაცია ნუ ყველასთვის განმემართა რა მოხდა, როგორ მოხდა, ქართველი ხალხი შემეყვანა აბსოლუტურად იმ აზრზე დამეყენებინა მართლა რაც ხდებოდა იმ დღეებში, რაც თქვენი მოლაპარაკებები გაქვთ? მაშინ მე ვიტყვი უბრალოდ ისე ინფორმაციისთვის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ აწარმოებდით მოლაპარაკებას და ფარული შეხვედრები და რაღაც კონსულტაციები ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილთან. გავრცელდა ინფორმაცია, ითქვა, მე საერთოდ არ მიყვარს, როდესაც ასე თემებზე ძალიან ღიად მიდის ხოლმე საუბარი, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ ძალიან კონკრეტული რაღაც მოლაპარაკებებიც აწარმოეთ, რაღაც თანხაზეც იყო საუბარი, რომელზეც თითქოს წავიდნენ გაჩეჩილაძეები. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს თქვენ შორის მიდიოდა ძალიან აქტიური გარიგება იმაზე, რომ ხალხი დაგეშალათ, მუხტი დაგეგდოთ, თქვა საპროტესტო მოძრაობის და ასე შემდეგ. მიპასუხეთ, იყო თუ არა ეს ასე? ფაქტია, რომ დღეს სახალხო მღელვარება, პროტესტი აღარ არის ქუჩაში, ფაქტია, რომ დღეს მუხტი ისეთი აღარ არის. მართალია, აბსოლუტურად ყველანაირი ეს ჭორები, ეს ჭორის დონეზე შეძახილები იყო, რომ გარკვეული ზოგი იძახდა, რომ დაუშვათ გარკვეული თანხა აიღეს, ზოგი იძახდა, რომ შეეკრენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მე მინდა ეხლა თქვა და განვაცხადო, რაც იყო და როგორც მოხდა და ესე იგი როდესაც მე ინაგურაციის წინ პირადად მე, ჩემზე მაქვს, მე პირადად ლაპარაკი, შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, ეს იყო ადამიანი, მას შევხვდი მე შავნაბადაზე. თქვენ ინებით ახვედით, მან დამირეკათ, როგორ იყო? არა, ნუ დამირეკა, ავედი, ნუ რა მნიშვნელობა? არა, როგორ არა აქვს? ყოველ შემთხვევაში ქვეყნის გადმოსახედიდან არ მინდოდა არც მე და არც მას, რომ რაღაცა სერიოზული სისხლის ღრა, რაც შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ქვეყანაში. დამირეკათ და ახვედით შავნაბადაზე. დამირეკა და ავედი, კი. დამირეკა და ავედი, კენია ხო არა ვართ და აი ასე შემდეგ და ასე შემდეგ ერთი ლაპარაკი ხო იყო. მე მინდა ვთქვა, რომ პირდაპირ უთხარი, რომ მე მინდოდა ის ადრეც რომ ყოფილიყო ღირსეული პრეზიდენტი, ეს უთხარი და არავითარი არ მქონდა იმის, არავითარი, არანაირი საფუძველი არ მქონდა და არც არანაირი სურვილი, რომ რაღაც სერიოზული დაპირისპირება მომხდარიყო არც მე და არც ჩემს ქართულ ხალხს შორის და ამიტომაც ძალიან ბევრი პრეზიდენტი ჩამოდიოდა და ინაგურაციის დღე იყო და მოგეხსენებათ, ეხლა ყველა განისტიდა და ნერვიულობდა ამ დღეს. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ დაუშვათ აი ამ დღემ ჩაიარა, ხო? მე კიდევ მეგონა რაღაცა, რომ აი ეს ადამიანი რაღაცნაირად მივიდოდა იმ დასკვნამდე, იმ რაღაცამდე, რა დასკვნამდე? რა დასკვნამდე, რომ ყოველ შემთხვევაში იმ ფორმატ, იმ სივრცეს მაინც გახსნიდა, რასაც ტელევიზიის გახსნა ქვია, რასაც დღევანდელი პატიმრები ქვია, რასაც დღევანდელი ციხე ქვია პრინციპში, რა მდგომარეობაში. ხო, მაგრამ ბატონია, არ უარყოფთ ეხლა, მე მაქვს ასეთი ინფორმაცია, იმედი არ უარყოფ და დამიდასტურებთ, რომ აი გახსნიდაო ამ სივრცესო. მე მაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ თქვენ შემოგთავაზეს უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი, თქვენ ანუ უშიშრო ის გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელზეც თითქოს უნდა წასულიყო დავით უსუფაშვილი. პირადად თქვენ შემოგთავაზეს სწორედ აი ამ ტელევიზიის დირექტორობა, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის დირექტორი უნდა გამხდარიყო უცნობი, შემოგთავაზეს, რომელიც გნებავდათ ყველა ეკონომიკური ბერკეტი, თუ არ ვცდები, ბოლოს წავიდნენ იქამდე, რომ განათლების სამინისტროზეც კი იყვნენ უკვე თანახმა, შემოგთავაზეს ის, რომ გენპროკურორის პირველი მოადგილე ყოფილიყო თქვენი წარმომადგენელი. რატომ თქვი თუ არის? თქვენ თუ კი ტელევიზია გექნებოდათ, ეს ტელევიზია რომ ყოფილიყო თქვენს ხელში, ასეთი სურათი იქნებოდა დღეს ქვეყანაში? რატომ? იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყო პრეზიდენტი. დღეს რატო ხდება ჩვენ ქვეყანაში ისეთ ეს ყველაფერი? იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ლეგიტიმაცია მას არ აქვს. თქვენ გესმით თუ არ გესმით, რომ ადამიანი, რომელიც დღეს
პრეზიდენტის სკამზე ზის, მას ლეგიტიმაცია არ კი, აქვს. მაგრამ თუ ის კი იწყებს ამაზე ომებს. წახვიდოდით, რატო იქნებოდა ცუდი? მე ვინმე მკითხა, რომ აგვისტოში საომარი მოქმედებები დაწყებული. ისინი ამბობენ, რომ ჩვენც არაფერი არ ვკითხესო და არ უბრალოდ ვკითხეს, ის არ არის პრეზიდენტი, ის არის გეუნებით სრულ პრეზიდენტი. კარგი, დავარქვათ სრულ პრეზიდენტი, მაგრამ მართავს აი მომისმინეთ, მაშინ ერთი რაღაცა, რაც აი ერთი წელია არ გამოსულა და არ მელაპარაკია, ყველაფერი მინდა მოვასწრო და სხვა. აი ამ ჩარჩოში და თუ შეიძლება მეც მომისმინეთ რა. ძმას გადაეკიდა, და-ძმას გადაეკიდა. 5 წელი გავიდა ისე, რომ ადამიანები ლოცულობენ, რომ ოღონდ ეს ადამიანი წავიდეს. თვითონ ვერ ხდება ამას. საქართველოში ხდება სიტუაცია, როდესაც არარსებული სიტუაცია ხდება. ადამიანი არის პრეზიდენტი, რომელიც არ არის პრეზიდენტი. ჩემთვის და ძალიან ბევრისთვის ამ ქვეყანაში, ძალიან ბევრისთვის ამ ფაქტიურად არის, რეალურად ის ფაქტიურად პრეზიდენტი. ჩემთვის არ არის და ყოველ შემთხვევაში შეიძლება იმ ადამიანებისთვის, ვინც მას გუნდრუგს უკმევს, იმათთვის არის. მაგრამ კითხეთ ერთი რა ხდება რა იგივე ციხეებში, რა ხდება იგივე ნებისმიერ ოჯახში შედი და ნებისმიერ ოჯახში გაიკითხეთ თუ რა სიტუაცია არის დღეს საქართველოში. სიტუაცია იმისი, რომ საქართველოს დაერქვას ნორმალური და ლაღი ქვეყანა? არის დღეს ეს სიტუაცია? არა, მე წინა არჩევნებზე არავითარი პრეტენზია არ მაქვს და წინა მიხეილ სააკაშვილის აი ამ 5 წლიან ვადაზე. მე მაქვს აი ამ ვადაზე ლაპარაკი, როდესაც ის არ არის პრეზიდენტი გამხდარი. მას როგორ შეიძლება ეხა დაუშვათ მარნეული 100%-იანი ხმებით, როდესაც 100% მივიდა არჩევანი და 100%-მა სააკაშვილს მისცა ხმები და თბილისის არც ერთი უბანი არ მოუგია, ამ ადამიანმა შეიძლება რომ ომი აწარმოოს ნებისმიერ სიტუაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ხალხს არ უნდა არანაირი ომი, შეუძლია რომ აწარმოოს ნებისმიერ. მე ამდენი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი იმას, რომ რა შეიძლება, რა პროტესტის ფორმა შეიძლება კიდე. აი დაუშვათ არ არის, ხო? აი მე თქვენ გეკითხებით, არ არის ადამიანი პრეზიდენტი, არ არის და აი ქართულ ხალხს უნდა რომ ეს ადამიანი არ იყოს მისი პრეზიდენტი. როგორ შეუძლია რომ თავიდან მოიცილოს? გამეცით პასუხი. ეხლა აქ რომ მიჯდეს თქვენი ოპონენტი სამწუხაროდ მე დებატები არ მაქვს, გეტყოდათ რომ რატომ ლაპარაკობთ თქვენ ხალხის სახელით? ხალხის სახელით კი არ ლაპარაკობ, შუაგულ ვითარებაში ვიყავი და ამიტომ ვიცი ყველაფერი იქ რაც ხდებოდა. ის არ არის ქართული ხალხის პრეზიდენტი და როგორ შემიძლია მე იმას დავართვა ქართული ხალხის პრეზიდენტი? ერთადერთი რაც არ მინდოდა მომხდარიყო და აბსოლუტურად თქვენც ეხა რო გკითხოთ მე დარწმუნებული ვარ რომ იტყვით და მილიონი კაცი ესე ეძახის რომ როგორ არა კაცო ჩემი თვალით ნახე ეხა ლევანმა 3 მილიონი კეისით როგორ ვანობრებაში არა მე არ ვიტყვი უკაცრავად ძალიან ბევრისგან მომისმენია და ყოველ შემთხვევაში მოსულა ჩემთან ეგეთი ამბები რომ როგორ ფული ავიღეთ როგორ ვისაც კი არ შევეკარით არ გვინდოდა რომ ერთი კაცის სისხლის დაღვრათ არღის ამ ადამიანის ამ ქვეყნიდან წასვლა მას ამდენი ადამიანი რატომ უნდა გამოვიდეს ისევ ქუჩაში ბატონო არავინ არ უნდა გამოვიდეს ქუჩაში. მე ვფიქრობ ერთი წლის განმავლობაში გეუნებით დანაპირისთან მიხსნიდა. ვიჯექი ჩემს სახში და ვფიქრობდი რა პროტესტის ფორმა შეიძლება ისეთი კიდე რომ მოვიგონო რომ აი დაუშვათ არც ხალხი არ შეწუხდეს, არც ადამიანები არ შეწუხდეს და ეს ადამიანი წავიდეს. თქვენ გაქვთ ამით პასუხი. ან რომელიმე ადამიანს აქვს ამის პასუხი რომ ადამიანი არ არის პრეზიდენტი, პრეზიდენტობას ჩემულობს, ყავს თავისი დაუშვათ იგივე ჯარი, ამ ჯარსაც ცალკე შემიძლია და მინდა რომ შემდგომში თქვენი ეთერის მეშვეობით მივმართო და იგივე პოლიციასაც და ყველას ჩემს საყვარელ ადამიანებს და გეუნებით ნებისმიერ ხალხს იგივე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს. ეს ადამიანი არის ცრუ პრეზიდენტი საქართველოს. და მაშინ რატომ წახვედით შებულებაში ბატონოგია მთელი ოპოზიცია მე ამას თქვენ იმიტომ გეკითხებთ მე ოპოზიციაში არ ყოფილი ვარ და მე ოპოზიციის მიმართ სხვა ცალკე დამოკიდებულებები მაქვს და ცალკე ჩემი შეხედულებები მაქვს და ცალკე რაღაც მილიონი რაღაცა მაქვს სათქმელი ოპოზიციას რაც შეეხება მაგრამ ეხა მე მაქვს ხელისუფლებაზე ლაპარაკი და რა პროტესტის ფორმას მიაქვს მე განმიხილავთ ან როგორც ოპოზიციაში მე არ მოვსულო რა როგორც ოპოზიციონერი არა მე მოგიწვიეთ აქ როგორც ყველაზე ერთ-ერთი რადიკალური ოპოზიციონერი ძალიან რადიკალური მოქალაქე თავისი ქვეყნის, რომელმაც ნახა იმ სიტუაციაში და იმ დროს რა ხდებოდა ზუსტად შუაგულში და როგორ იზეიმა ამ კაცმა, ამ ადამიანმა თავისი ხელმეორე გამარჯვება, თუმცა მას არ გაუმარჯვია არანაირად. ამის შემდეგ ამ ადამიანმა მოაწყო ომი, ამ ადამიანმა ჩვენი სახელით იომა აფხაზეთში, ოსეთში, ვინმე დართო ამის უფლება?
ან თქვენ ან მე ან ვინმე მისცა ამის უფლება რომ მას ეს მოეწყო ამ ადამიანმა დაძმა გადაკიდა ჩემი მეგობრები არიან ისეთები ამ ქვეყანაში ცხოვრობენ მეც ვინც 2 წელი საერთოდ ნანახი არ ამყავს ვისთან ერთად ვიზდებოდით ნუ თუ ეს ყველაფერი ამ ღირს საერთოდ აი ამ ერთი ადამიანის ტყუილებად აი გამაგებინეთ და ომად აი თუ თქვენ ამაზე მე პასუხს გამცემთ რომ ომად არაფერი არ ღირს მაგრამ ის ამბობენ ხელისუფლება რომ ჩაგვიტრიეს იყოს არჩეული კი ბატონო ორივე ხელით გავყვებოდი მაგრამ ეს ადამიანი არ არის არჩეული რას აპირებთ აი ახლა ამბობთ არ არის არჩეული მე ვიფიქრე პროტესტის ფორმა მოუწევია რას ვაპირებ ეს აბსოლუტურად სხვა თემაა მე ჩემი შეძლების და გვარად ეხა რაც არის მე ყველა ტელევიზიას პატივს ვცემ და ყველა ტელევიზიას დაუშვათ ჩემი მოწიწებით უყურებ მაგრამ მე ტელეკომპანია მაესტროსთან ერთად ვიწყებ ახალ პროექტს რომელიც ყოველ შემთხვევაში მგონია რომ დღევანდელ ჩემ ქვეყნის სიტუაციას და ყოფას ყველაზე უფრო გამოადგება იმიტომ რომ ცხოვრება მშვენიერი ნამდვილად არ არის დღეს საქართველოში იმიტომ რომ ის პროექტები ცხოვრება რომ მშვენიერი მარტო არ არის ეს გადაცემაა და სპორტს თუნდაც და ამიტომაც მე მივიღე გადაწყვეტილება ძალიან დიდი ფიქრის შედეგად რომ მაესტროზე დავიწყო ახალი შოუ რომელსაც ერქმევა საკანი ნომერი 5 ეს არის ციხე, რომელ ციხეში და ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ, აბსოლუტურად ამას არ აქვს მნიშვნელობა. დღეს საქართველოს არის ციხე. დამერწმუნეთ და ვეუბნები სულ ყველას აბსოლუტურად. ეს ჩემი პირადი აზრია და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანის აზრია რა. ძალიან ბევრი ისეთი ადამიანის ციხეში, რომელიც უდანაშაულოა და რომელიც არ უნდა იჯდეს დღეს ელემენტარულად ციხეში. ეს და არა მარტო ციხეში, ყველა ადამიანი ვინც დღეს საქართველოში ცხოვრობს, დამერწმუნეთ რომ ციხეში ცხოვრობს. იმიტომ რომ კაცმა არ იცის ვის გააჩერებენ, ხვალ ვის რას ეტყვიან თან ვინ? არაფრები. ნოლები, როგორ შეიძლება 70 წლის კაცს აჩერებდნენ მამაჩემის მეგობარს ქუჩაში და რაღაც ვენებს და რაღაც იმეზე რაღაცაზე მიყავდეს იქ შემოწმებაზე თუ მოშარდვაზე. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი. სააკაშვილი ჩემთვის პირადად არის ძალიან დიდი ერის სირცხვილი, ისევე როგორც სისხლი, უბედურება, ავანტურა, მოსმენა, ტყუილი, რა დავარქვა ამას, აღარც ვიცი რა. შეიძლება რომ დავარქვა ბოზობა. ყველაფერი ერთად, რაც კი ცუდია დღეს საქართველოში. გეუბნებით, ამ ერთ ადამიანში აისახება და მე პირადად ვარ ის ადამიანი, რომელიც ამას, იმიტომ რომ მე რომ მივედი მასთან, მე უთხარი ერთადერთი რაღაცა, არაფერი არ მინდა მეთქი რა. რა უთხარი? ერთადერთი ღირსეული პრეზიდენტი მინდა ყავდეს ჩემ ქვეყანას მეთქი. ერთადერთი რაღაცა უთხარი და უთხარი რომ ტელევიზია მინდა იყოს მეთქი, ისეთი მეთქი ქვეყანაში მეთქი, ისეთი ტელევიზია, რომელიც შენთვისაც კარგი იქნება მეთქი. და თუ გაძლევდათ ამ ტელევიზიას რომ ისა, რატომ არ დათანხმდით? ოპოზიციური ტელევიზია ერთი რო იყო, ხო? მაშინ საქართველოში და რო არ იყო მასთან მეორე, მესამე, ან კონკურენტ უნარიანი გარემო რო არ იყო ტელევიზიებში, იმიტომაც მოხდა. გია, გულწრფელად გეუბნები, როგორც მეგობარს, აი უბრალოდ როგორც მოქალაქე, ისე ჩვეულებრივად ადამიანს ცნობილ პოპულარულ მომღერალს რატომ არ დათანხმდით? დათანხმებულიყავით თუნდაც ამ ტელევიზიის დირექტორობაზე. მთელი ეთერი იქნებოდა მე ჩემთვის დირექტორობა არ არის თვითმიზანი. ინგა ჩემთვის არ არის თვითმიზანი დირექტორობა და არც პოპულარობა და არც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა. მე არა ვარ პოლიტიკოსი. ჩემთვის თვითმიზანი არის ის, ვისაც მისცემს ხალხი ხმას, ის რო იყოს ჩემი ქვეყნის პირველი პირი. და მე დარწმუნებული ვარ და ვიცი აბსოლუტურად რომ სააკაშვილი დღეს მე არ ვიძახი იმაზე რომ დაუშვათ ვიღაცა ან ჩემი ძმა ან ვიღაცა არის დღეს მაგრამ სააკაშვილი დღეს ქვეყნის პრეზიდენტი არ არის. კარგით. მას თუნდაც თბილისში არ გაუმარჯვია არც ერთ უბანში. რო იცოდეთ და მას 100%-იანი მარნეულის ხმებით არ შეუძლია რომ დაიწყოს ომი მით უმეტეს არც აფხაზეთში და იცით რატომ ვაკეთებ ამაზე აქცენტს მე მიმაჩნია რომ ტელევიზია არის ყველაზე დიდი ძალა რომელსაც შეუძლია ბევრი რამის მართვა და თუ კი ვთქვათ თქვენ გქონდათ ამის საშუალება რომ თქვენ ყოფილიყავით ამ ტელევიზიის ხელმძღვანელი თავის დროზე როცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იგივე ეთერის არსებობა მაშინ მე ვფიქრობ ხომ აქვს უფლება ეს ჩემი აზრია და თქვენ რო იყოთ ახლა მართლა პოლიტიკური პარტიის ლიდერი მე
ჩემს აზრს არ მოგახვედრით ტელევიზიაზე თავზე. იყო ზუსტად გულწრფელად გეუბნებით. მე ვერ ხვდები, რატომ უნდა ზუსტად იქ გითხოვოთ. ლაპარაკი იყო ტელევიზიაზე. თქვენ თქვით რომ ოპოზიციაზე ვიტყვიოთ. მე მინდა ერთი კადრი გაუშვათ, რომელიც სხვა შორის პრაიმ ტაიმში იყო 1 წუთი ერთი გია. რაღაცა მინდა ერთი რაღაცა დავამატებინეთ. უბრალოდ იმიტომ რომ აი ეს იყო ჩემთვის პიკი, აპოგეა რომ გამოვედი და აი ამ ეთერში მოვედი და დღეს ელემენტარულად ადამიანი გამოდის და ნიუ-იორკ ტაიმსში იძახის, გაზეთში იძახის იმას, რომ მე რო ვიყო ამ ხელისუფლების ოპოზიცია, სამ თვეში ჩამოვაგდებდი. ეს არ არის დაცინვა? აი თქვენი ეთერის საშუალებით მინდა მივმართო მას. სამ თვეში ჩამოგაგდო? ეს არის შენთვის თვითმიზანი, რომ სისხლი დაიღვაროს საქართველოში და სამ თვეში შენ გადმოვარდე. ეს ჩემთვის არ არის თვითმიზანი. მაშ რა არის თვითმიზანი? თქვენი გულისთვის ერთი კაცის სისხლიც არ ღირს არაფრად. თქვენ ისედაც ჩამოვარდნილი ხართ ჩემში და ისედაც ჩამოვარდნილი ხართ საქართველოს ნებისმიერ მოსახლეში. კარგი, გია, მოდით ერთ კითხვას დაგისვათ. თქვენი ნებართვით, თქვენ წეგან ახსენეთ ოპოზიცია, მე მინდა რომ მოვასწრო ეს შეკითხვა დაგისვათ. მე მინდა კადრი გაუშვა ერთი, რომელიც პრაიმ ტაიმში იყო, ეს იყო დემონსტრირება ამ გადაცემაში თქვენც იყავით. ეს თუ არა არ იყავით, მაგრამ გვინდოდა თქვენი მოწვევა, მე შემეშალა, სადაც ერთიანობის დემონსტრირებისთვის ხდებოდა აი ასეთი რამ. ეროვნული საბჭო, თქვენ საუბრობთ რომ ეს არ არის პრეზიდენტი, ეს არ არის ხელისუფლება და იგი უნდა შეიცვალოს, მაგრამ ხალხი რატო უნდა გაყვეს თქვენი აზრით მაშინ საპროტესტო მოძრაობას, თუ კი მას ახსოვს ასეთი კადრები, თუ შეიძლება გაუშვათ კადრები და მე მინდა რომ გიამ შემდეგ ამაზე კომენტარი გააკეთოს. კარგი. ხმა არ აქვს, თუ არ ვცდები. რად არის დღეს ოპოზიციის ეს ერთიანობა? მე მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ. არ არსებობს? მაშ ვინ უნდა შეცვალოს ეს ხელისუფლება? არ ვიცი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ვიცი, რომ ეს ადამიანი პრეზიდენტი არ უნდა იყოს. ოპოზიციაში მე ვთქვი, რომ ძალიან ბევრი მინუსი დავინახე, მე პირადად ძალიან რა მინუსი? საინტერესოა. რა გითხრათ, ეხლა ყველა პირველივე დღეს მოგახსენებთ რა, 7 ნოემბერი მოხდა. მე მაგ თავში ჩარტყმული რაღაც არ ვიცი ვიყავი მე თქვენ სანახავად და მახსოვს იყავი ძალიან იქიდან ავდექი მეორე თუ მესამე დღე არის და მივედი ოპოზიციის შეკრებაზე, სადაც აბსოლუტურად ყველა ესწრებოდა, მე არ მინდა ხა შეგნებულად სახელების და გვარების დასახელება, მაგრამ მე ესეთი სიტუაცია დავინახე იქ, რომ აცრემლებული გავარდი პატრიარქთან და უთხარი რომ მეთქი იქნებ თქვენ რამე გვიშველოთ მეთქი, ან თქვენ ან რაღაცა, იმიტომ რომ ყველა თავისკენ ეკაჩებოდა, არ შეიძლება ვერასოდეს ვერ გამოვა საქართველოს ამ ჩიხიდან. ამ შემთხვევაში იმარჯვებს ზუსტად მიხეილ სააკაშვილი. როდესაც ოპოზიცია ყველა ეკაჩება თავისკენ, რომ მე თუ 25 კაცი, თუ 30 კაცი, თუ 40 კაცი, თუ რაღაცა და ვერ მოვეშვით ამ სიტუაციებს, ამიტომაც ხდება რომ იმარჯვებს დღესაც მიხეილ სააკაშვილი. მე აბსოლუტურად აი მთელი პასუხისგებლობით ვაცხადებ. ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც, ოპოზიციის მხრიდანაც ძალიან ბევრ კითხვაზე მინდა პასუხი გამცე. თავარი რა არის? ძალიან ბევრმა ადამიანმა თავარი არის ის, რომ როგორ ვერ მოხდა და ამდენი ხანი ვერ მოახერხეთ ის, რაც საქართველოს ჭირდება, თუნდაც ამ ერთი კაცის მოცილებისთვის გაერთიანება, ეს როგორ ვერ მოახერხეთ და ამათ კიდე მინდა უთხრა, რომ რა გინდათ საერთოდ. გამაგებინეთ. მე რაც შემიძლია, ხო, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველ შემთხვევაში დღეს ვიწყებ პროექტს, რომელსაც ქვია საკანი ნომერი 5, ჩემი პირადი სურვილით ვიგრძალავ თავისუფლებას, ვშდებით ციხეში როდემდეც ეს ქვეყანა იქნება ციხე. ანუ ჩაჯდებით საკანში და აღარ გამოვა. აღარ გამოვალ, მაგრამ ეს იქნება რეალიტი შოუ, სადაც შემოვა ძალიან ბევრი ადამიანი და სადაც მთელი საქართველო გაიგებს რა ხდება ჩვენს თავს დღეს. ეხლა იგივე კითხვას დაგისვამთ, რაც ეხლა ლაშა ჟვანიას ქვია. იდეალისტი ხართ? გჯერათ რომ ამით შეიძლება რაიმე შეიცვალოს ქვეყანაში? შეიძლება. მე შეიძლება ვთქვა რომ იდეალისტი ვარ და მჯერა რომ რაღაცა შეიცვლება თუნდაც ადამიანის ფსიქოლოგიაში და ტვინებში.
ძალიან საინტერესო განცხადებებს ვისმენთ თქვენგან ბატონო ყოველ გია, შემთხვევაში იმიტომ რომ 20 იანვარი არის დღე, როდესაც იწყება პროექტი საკანი ნომერი 5 ტელეკომპანია მაესტროზე და სადაც იქნება ლაპარაკი ყველაფერზე თუ რა, როგორ და რანაირად გვიჭირს და სადავარ ჩვენ იგივე პრეტენზია მაქვს. შემიძლია შეუთავო პრეზიდენტსაც, მის მოადგილესაც და პარლამენტის თავმჯდომარესაც და ყოფილსაც თუ ახლანდელსაც რომ შემოვიდნენ და პასუხი გასცენ იმ კითხვებს, რა კითხვების დღეს კარგით, არ დაიჯეროთ რომ თქვენ შეიძლება ვინმე იქ მოვიდეს და ხელისუფლებიდან გაგცეთ პასუხი მე ყოველ შემთხვევაში მე ამის მჯერა. კარგით, მე მინდა ყოველ შემთხვევაში იმისი მაინც მჯერა რომ ჩემი ყოფილი მეგობრები მაინც მოვლენ და იმ პასუხს გამცემენ რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ერთი ადამიანის გულისთვის ჩვენი დაკარგვა არ ღირს. ყოფილი მეგობრები ვინ? ყოფილი არა, ყოფილი თუ ახლანდელი არა მაქვს, ნებისმიერი ადამიანი, ვინც დღეს მიხეილ სააკაშვილის მხარეზეა. კარგით, მე რაღაც პესიმისტური განწყობა დავინახე თქვენში. ანუ არც ოპოზიციაო, არც ხელისუფლებაო და პირიქით. არა, მე სხვა რამეს გეკე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში ბოლო კითხვას გისვამთ მოკლედ უნდა მიპასუხოთ. თუ არც ოპოზიციას უნდა მივყვეთ, არც ხელისუფლებას. პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ სიტუაციასთან ძალიან გქონთ ამ ყველაფერს ნუ გააიგივებ. ემიჯნებით მე აბსოლუტურად გამიჯნული ვიყავი, არასოდეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ყოფილი ვარ. არც ერთი არასოდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიყავი და ვიქნები და ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც ჩემ ქვეყანას უჭირდა და სადაც უნდა რომ გაკვალოს გზა და ამ ხალხმა დაინახოს ის, სადაც ჩვენ გვტკივა და გვიჭირს. ძალიან დიდი მადლობა გია, მე მინდა გისურვო წარმატებები, სხვათა შორის ამბობ რომ მე არ ვიყავიო პოლიტიკოსიო, მაგრამ ყველა მიტინგის მთავარი ხმა და სულის ჩამდგმელი იყავი, ამიტომ ცოტა უცნაურია განცხადება, რომელსაც მე ვისმენ ახლა რომ მე არ ყოფილვარო პოლიტიკოსიო. უნდა დაგემშვიდობო სტუდიიდან უნდა გაგიშვა, გისურვებ წარმატებებს, ძალიან დიდი მადლობა. ერთი კითხვა, რომელიც მინდა ბოლოს რომ დაგისვა, როდემდე გაგრძელდება? ესეც ისე ხო არ მოხდება რომ თქვა პროექტი დავიწყოთ თქვენ ამბობ და ეს ხალხზე გაკეთებ შემოიგო და ვიტყვი ეს პროექტი გაგრძელდება იქამდე სანამ ჩემი ქვეყანა არის ციხე ძალიან დიდი ციხე და მე კიდევ აბსოლუტურად მაყურებელს დავარწმუნებ იმაში რომ ეს პროექტი იქნება ძალიან საინტერესო და აქ მოვა ყველა როგორც ხელისუფლება ესე ოპოზიცია იმედი არავინ არ დამადასაშაულებს სხვა ტელეკომპანიის რეკლამის გაკეთებაში ამ შემთხვევაში გია გაჩეჩილაძესთან ვიდრე საბოლოო დავიმშვიდობები მე გავიხსენებ ერთ დეტალს ამას წინათ მან სანაძლეო დამიდო რომ ხელისუფლებაო ახალ წელს უკვე აღარ იქნება თავის პოსტზე და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილიო და მან წააგო ეს ნიძლავი. ნახოთ ახლა როგორ გაგრძელდება მომავალში თქვენი საქმიანობა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. კარგად იყავით. მაშას ეს იყო გია გაჩეჩილაძე. მე კი მინდა გადაგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა იმისათვის რომ გვიყურეთ და ერთი კვირით დაგემშვიდობოთ. კვირას 8 საათზე მთავარი პოლიტიკური თემებითა და სტუმრებით ჩვენ პირველი არხის ეთერში ვართ. ვამზადებთ საინტერესო გადაცემას. გვაქვს იმის იმედი რომ იქნება მწვავე თემები, მწვავე შეკითხვები და ძალიან საინტერესო სტუმრები. მინდა გისურვოთ მშვიდობა და წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი ნათლისღება. ნახვამდის.